კიდევ ერთი ეპისტოლე და მთავარი კითხვა ევროპას. ნორმალურად და დემოკრატიასთან თავსებადად მიგაჩნიათ თუ არა პრეზიდენტი მთავრობას ნიშნავდეს ისე, რომ პარლამენტს არაფერს ეკითხებოდეს. იცით კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი სისტემა მოქმედებს. და თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია. რა რეაქციას ელის პრემიერ-მინისტრი ევროპელი პარლამენტარებისგან მთავარ კითხვას რამაზ საყვარელიძე გადაცემის ბოლოს უპასუხებს. მანამდე რას შეცვლის თვითმმართველობის რეფორმა დავით ნარმანია და როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას. დიმიტრი ხუნდაძე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას დავით ნარმანია უპასუხებს. საღამოშვიდობის საბატონო დავით. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ საკითხებს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკვე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს რეფორმისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი. თავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ბატონო დავით, რატომ გახდა საჭირო სწორედ ახლა თვითმმართველობის ასეთი რადიკალური რეფორმა, რადგან ძირეულ ცვლილებებზეა ლაპარაკი, რადგან ჩდება კითხვა, ხომ არ ხდება ეს იმიტომ, რომ ახალ ხელისუფლებას სურს დაამყაროს თავისი კონტროლი თვითმმართველობაზე? თვითმმართველობა პირველ რიგში ვთქვათ, რომ არ გულისხმობს კონტროლს. თვითმმართველობა გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გააჩნიათ დამოუკიდებლობა, გააჩნიათ თავიანთი უფლებამოსილებები და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, რა გაკეთდეს და როგორ გაკეთდეს. ამიტომაც რეფორმა ნაკარნახევი არის არა ადგილებზე კონტროლის დამყარებით, არამედ რეფორმა ნაკარნახევია იმით, რომ ძალიან ბევრი პრობლემები არის დაგროვებული წლების განმავლობაში სოფლებში, თემებში, დაბებში, ქალაქებში და ასე შემდეგ და ამას სჭირდება მოგვარება დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე. მეორე, საქართველოს 2004 წელს მიუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას და 2005 წლიდან ეს არის რატიფიცირებული. ამიტომაც ამ ქარტიის უგულებელყოფა ძირითად ნაწილში წლების განმავლობაში ხდებოდა და ნაცვლად დეცენტრალიზაციისა ქვეყანა მიდიოდა ცენტრალიზაციის გზით. ამიტომაც ჯერ კიდე წინასაარჩევნო პერიოდში, როცა კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა მომზადდა, იქ ჩაიწერა ძალიან მკაფიოდ, რომ ახალი ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებდა თვითმმართველობის რეფორმირებას. რასაკვირველია, შემდგომ ეს საკითხები 1 ოქტომბრის არჩევნების მერე აისახა ახალი მთავრობის პროგრამაში ერთიანი დემოკრატიული და ძლიერი საქართველოსათვის და მთავრობამ აიღო ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაატარებს რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რაც საკმაოდ ხანგრძლივადიანი პროცესია, არ არის პროცესი, რომელიც შეიძლება 3 თვეში ან მხოლოდ კანონმდებლობის მიღებით შეიძლება გადაწყდეს და მოგვარდეს. ეს რამდენიმე წლის განმავლობაში გასატარებელი რეფორმაა, თუმცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას ეს რეფორმა დაწყებული და გატარებული ქვეყანაში, თუ გვინდა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება. რა შეიცვლება, როდესაც ახალი სტრატეგია შევა უკვე ძალში? პირველი, რაც აინტერესებს საზოგადოებას, რითი იქნება ახალი სისტემა უფრო დემოკრატიული, ვიდრე არის არსებული ის, რაც გვაქვს დღეს? პირველ რიგში შეიცვლება ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ახლოს იქნება ერთმანეთთან და რეალურად ადგილობრივი მოსახლეობა საშუალება მიეცემა, რომ თვითონვე განსაზღვროს პრიორიტეტი, რა ჭირდება მას თავის სოფელში, თავის თემში, თავის დაბაში, თავის ქალაქში და ასე შემდეგ. მას საშუალება ექნება, რომ ეს საკითხები დააყენოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ვინაიდან ის იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო ახლოს, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო მარტივად შეძლებს, ვიდრე დღეს მკვეთრად დაშორებული ხელისუფლების პირობებშია. მეორე, რეალურად ხელისუფლებას ექნება რესურსები იმისა, რომ ეს საჭიროებები მოაგვაროს და გადაწყვეტოს ადგილზე, ანუ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც სოფლებში არსებობს, თემებში, დაბებში და ასე შემდეგ, ეს უნდა შეძლოს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ იქვე
გადაწყვეტოს. დღეს სოფელში სადღაც გადანაწილება სხვანაირად მოხდება? რასაკვირველია, დეცენტრალიზაცია გულისხმობს ფინანსების გადანაწილებასაც, ანუ რეალურად ფუნქციები რაც ეხება ხელისუფლების თითოეულ დონეს, იმის ადეკვატური ფინანსების მიცემასაც გულისხმობს. დღეს სადღაც სოფელში რომ წალსადენი გაფუჭდება, განცხადებები მოდის ჩვენთან, ამას ჭირდება განხილვის პერიოდი, ჯერ განცხადებები ჩვენამდე მოსვლა, მერე განხილვა, მერე გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ეს თვეობით გრძელდება და პრობლემა შეიძლება თვეების განმავლობაში ვერ იქნას გადაჭრილი და გადაწყვეტილი. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ სამხარეო დონეზე დღეს არსებული გუბერნატორების ინსტიტუტისა და დანიშვნითი ხელისუფლებისა შემოთავაზებულია სამხარეო თვითმმართველობა, სადაც იქნება როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, ანუ პოლიტიკის გამსხავსებელი ორგანო, რომელიც დაამტკიცებს მხარის ბიუჯეტს, რომელიც გააკონტროლებს ამ ბიუჯეტის ხარჯვას და ასე შემდეგ, ასევე იქნება მხარის აღმასრულებელი ხელისუფლება, მხარეს ეყოლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად გაატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, სხვადასხვა სახის სამუშაოებს და ასე შემდეგ, რომ მოგვარდეს რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. ანუ პირველ დონეს თვითმმართველობას ექნება თავის ფუნქციები, მეორე დონის თვითმმართველობას ასევე სამხარეო თვითმმართველობას ექნება თავის ფუნქციები და ცენტრი განიტვირთება ძალიან ბევრი რუტინული ფუნქციისგან, რაც წესით ყველა ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში უფრო ქვედა დონეზე წყდება და გვარდება და ცენტრს ექნება უფრო მეტი დრო და საშუალება იმისა, რომ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები განაგოს და მოაგვაროს. შესაბამისად, თუ ასეთი უფლებები ექნებათ ადგილობრივ მმართველებს, მათ ჭირდებათ მეტი ლეგიტიმაცია. რა შეიცვლება არჩევითობის თვალსაზრისით, ანუ იქნება თუ არა არჩევითი მუნიციპალიტეტის ქალაქის მმართველი რგოლები. ყველა ხელისუფლება, უпростоად ყველა პოლიტიკური ძალა, ვიდრე მოვა ხელისუფლებაში, მათ შორის თქვენი წინამორბედები იძლეოდნენ დაპირებას, რომ საქართველოს ყველა ქალაქში მერის თანამდებობა იქნებოდა არჩევითი, მაგრამ ეს არ განხორციელდა. თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი შევარდნაძის ხელისუფლება მათ კრიტიკას სწორედ ამის გამო იმსახურებდა. იქნებიან თუ არა ქალაქის მერები არჩევითი და როდიდან მოხდება ეს? მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია დღესაც. მე მგონი ცუდ შეფასებას ვაკეთებთ შედარებასთან დაკავშირებით, უბრალოდ ცუდ შედარებას ვაკეთებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ პირველივე დღესვე დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა და ძალიან სწრაფად, ანუ ორ თვეში წარმოვადგინეთ კონცეფცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეალურად ეს საკითხები. ანუ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით, მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ თითოეული მიმართულებით შემოთავაზებული იქნება კონკრეტული წესები. მაგალითად, თქვათ, არჩევნებთან დაკავშირებული წესი, რომელზეც ცალკე სამუშაო ჯგუფი არის შექმნილი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით იქნება ეს საკითხები წარმოდგენილი. ამ სისტემისთვის როგორი წესი იქნება უფრო იდეალური. მეორე ჯგუფი მუშაობს ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც ასევე წარმოადგენს ფინანსების თვალსაზრისით კონკრეტულად შესწავლილ და ციფრებით დადასტურებულ საკითხებს. მესამე ჯგუფი კომპეტენციების გამიჯვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი როცა არგუმენტირებულად და დასაბუთებულად დაიდება უახლოესი თვეების განმავლობაში, ეს იქნება მეორე ნაბიჯი. მესამე ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება და შემდგომ იქნება ამ ყველაფრის განხილვები და საქართველოს პარლამენტში წარდგენა, რომ ახალი სისტემის საფუძველზე ჩატარდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუმცა რეფორმა ამით არ მთავრდება. ჩვენ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება გვაქვს, რომლის მიხედვითაც ასევე შემდგომ პერიოდში განსახორციელებულ ღონისძიებებს მიეკუთვნება სხვადასხვა დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე აკუმულირებული საკითხების დეცენტრალიზაცია, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემა. დემოკრატიის უმთავრესი პრინციპები, რაც არის ადგილობრივ დემოკრატიასთან მიმართებაში, ეს იქნება დაცული, ანუ წარმომადგენლობითობის პრინციპი. სოფლებმა რომ თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ და ისინი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ასევე მეორე დონეზე არჩევის წესთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ის, რომ პირველი დონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდეს მეორე დონის წარმომადგენლობითი ორგანო და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს არსებულ სისტემასთან
შედარებით რადიკალურად განსხვავებული სისტემა იქნება შემოთავაზებული, გაცილებით უფრო დემოკრატიული სისტემა იქნება შემოთავაზებული. ბევრი საკითხები ჯერჯერობით სადისკუსიოა, თუმცა დისკუსია ჩვენ არ გავორბივართ და ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება განხილვები, ისევე როგორც ეს განხილვები უკვე ძალიან ბევრი ჩავატარეთ. შევხვდით რამდენიმე შეხვედრა გქონდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვაქვს გასვლითი შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ხდება მათთვის ამ კონცეფციის გაცნობა, მათი მოსაზრებების მოსმენა, მათ შორის არჩევის წესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რომ ამ ყველაფერმა მიიღოს სრულყოფილი სახე და შემდგომ იქნას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადებული. წინა ხელისუფლების თვალსაზრისით დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ის, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორც იყო მაგალითად პარლამენტი თუ საკონსტიტუციო სასამართლო, გადაეტანათ სხვა ქალაქებში იმისთვის, რომ დედაქალაქი განეტვირთათ და არ ყოფილიყო ასეთ ეგრეთ წოდებული თავკომბალა სისტემა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? არის თუ არა საჭირო მართლაც, თუ არა პარლამენტი, სხვა სერიოზული ინსტიტუციები, რომ იყოს განაწილებული მსხვილ ქალაქებში, როგორც არის მაგალითად იგივე ქუთაისი, იგივე ბათუმი, იმისთვის, რომ ამ ქალაქებმაც შეიძინონ მეტი მნიშვნელობა, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით. პარლამენტი, სასამართლო და ასე შემდეგ ის რაც არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას მიკუთვნებული მისი შტო და ასე შემდეგ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს არის დედაქალაქში თავმოყრილი და კონცენტრირებული, ხოლო მათი ტერიტორიული ორგანოების გადატანა ხდება რეგიონებში და ამ ყველაფერს ქვია დეკონცენტრაცია. თუმცა ჩვენ წინამორბედს, ანუ წინა ხელისუფლებას ერთმანეთში ერეოდა და დღემდე მათი წარმომადგენლები, ვინც უმცირესობაში არიან, ერთმანეთში ურევენ დეკონცენტრაციას და დეცენტრალიზაციას. ჩვენ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ანუ ცენტრში არსებული და თავმოყრილი უფლებამოსილებების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ასევე ადეკვატური ფინანსური რესურსების მიცემას. პარლამენტის გადატანა რეგიონში, რამაც ძალიან ბევრი ნეგატიური რამ გააჩინა და შექმნა, ისევე როგორც თავის დროზე სასამართლოს გადატანა და ისევე როგორც რამდენიმე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს გადატანა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, ეს არ არის დეცენტრალიზაცია, ეს არის უბრალოდ დედაქალაქის განტვირთვა აბსოლუტურად სწორი ტერმინი თქვით თქვენ. ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა ტერიტორიული ერთეულების განვითარება და ის რომ ისინი იყვნენ უფრო მეტად ძლიერები, ამისთვის თავის დროზე ცენტრალიზაციის პოლიტიკა კი არ უნდა გაეტარებინა წინა ხელისუფლებას, არამედ რეალური დეცენტრალიზაცია უნდა განეხორციელებინა და საშუალება მიეცა ტერიტორიული ერთეულებისთვის განვითარებულიყვნენ. დღეს რეგიონებში განვითარების საფუძვლად შეიძლება იქცეს იქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, რისი ღონისძიებებით ახალმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო და პარალელურ რეჟიმში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება, ანუ როგორც მართვასთან და მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ისეთი სექტორების ხელშეწყობა, რაც რეალურად დაასაქმებს იქ ადგილობრივ მოსახლეობას და ის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც სამუშაოს შოვნის იმედით დედაქალაქში არიან წამოსულები, მათი სტიმულირება, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. ასეთ შემთხვევებში განვითარებულ ქვეყნებში დასაქმების თვალსაზრისით ძალიან დიდ როლს ასრულებს სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც წესი. თქვენ როგორ უყურებთ ამას? როგორ აპირებთ, რომ სხვა შორის სწორედ ახლახანს გამოქვეყნდა ერთი ნაწილი უკვე აი რა ის გამოკითხვების მეორე ნაწილი დაიდება ხვალ და რისი ნახვაც მე მოვასწარი, ძალიან დიდი მოლოდინია მოსახლეობის მხრიდან იმისი, რომ ახალი ხელისუფლება მოაგვარებს დასაქმების პრობლემას. ყველაზე დიდი მოლოდინი არის სწორედ ამ მიმართულებით. რა როლს შეასრულებს ინფრასტრუქტურული პროექტები? კარგი გამოცდილება ამის იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენ 2013 წლის სამოქმედო გეგმას თუ ჩახედავთ, გეგმის დასაწყისშივე წერია, რომ ინფრასტრუქტურას ჩვენ განვიხილავთ არა როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, არამედ ინფრასტრუქტურას როგორც რეგიონული განვითარებისთვის. ანუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც რეგიონებში ხორციელდება, ამ რეგიონების განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და ინფრასტრუქტურული პროექტები არის ერთ-ერთი
ძალიან კარგი საშუალება მოსახლეობის დასაქმებისა სხვადასხვა ტიპის სამუშაოებში. და გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაზე, საბიუჯეტო შემოსავლებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ინფრასტრუქტურა ძალიან ბევრ კომპონენტთან არის დაკავშირებული, მათ შორის სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ამიტომ არის რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად იქ სადაც შეიძლება უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, რომ მინიმუმ 70% მაინც ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული. სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში და რეგიონული განვითარების პროგრამის ადმინისტრირების წესში, რომელიც წელს ჩვენ პირველად შევიმუშავეთ და საქართველოს მთავრობამ პირველად დაამტკიცა ეს დოკუმენტები, ჩავდეთ ის, რომ სამუშაოებში უპირატესად ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იქნას დასაქმებული, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა შეძლონ მეტი შემოსავლების მიღება და ამ ადამიანებმა რეალურად თვითონვე შექმნან ის ინფრასტრუქტურა, რაც მათ შემდგომ გამოადგებათ თავიანთი ყოფითი საკითხების მოგვარების თვალსაზრისით. ეს არის გეგმები ამ ეტაპზე. დღეს კი თქვენ იღებთ ძალიან ბევრ საყვედურს პირადად პრეზიდენტისგან, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მათ დაიწყეს და ჩვენ ვიცით, მართლაც განსაკუთრებული აქცენტი ჰქონდათ მათ ამ ტიპის პროექტებზე, დღეს არის შეჩერებული. ბატონო დავით, თუ შეგიძლიათ დაასახელოთ უკვე დაწყებული თქვენი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაწყებული პროექტები, რომლებიც დღეს რეალურად გრძელდება და თუ კი შეგიძლიათ ასევე დაასახელოთ ის პროექტები, რომლებიც შესაძლოა შეჩერდა და შეჩერების მიზეზები. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ამას საფუძველი არ აქვს. იმიტომ რომ ეს ადამიანები არ ნახულობენ რეალურად სამუშაოებს, ეს ადამიანები არ ნახულობენ ინფორმაციას, რომელიც განთავსებული არის ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე. ეს ადამიანები არ ნახულობენ ყოველდღიურად გამოცხადებულ ტენდერებს. შევიდნენ და ნახონ ტენდერები საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, შევიდნენ და ნახონ ტენდერები წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. წელს დამატებით 25 მუნიციპალიტეტში და 3 დაბაში წყალმომარაგების ახალი პროექტები იქნება განხორციელებული. წელს 250 კილომეტრამდე სხვადასხვა მონაკვეთში გზები დაიგება მხოლოდ გზების დეპარტამენტის მიერ. პლუს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რომლებმაც წარმოადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ყველაზე მეტი 704 პროექტი შემოვიდა სწორედ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან ბევრი და მასშტაბური სამუშაოები იქნება და მიმდინარეობს ახლაც. დაახლოებით 10 დღის წინ გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანიების კონსორციუმი, რომლებმაც ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები უნდა გააგრძელონ დასავლეთ საქართველოში. ახლა შეჩერებულია ეს სამუშაოები. ეს სამუშაოები მიმდინარეობს, მე წინა კვირას ვიყავი და დავათვალიერებ, მთელი ზამთრის განმავლობაში არ შეჩერებულა კონკრეტულად ამ მონაკვეთზე ზესტაფონი-ქუთაისის სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები რეალურად თუ წვიმიანი ან თოვლიანი ამინდი იყო მხოლოდ ესეთ შემთხვევაში ჩერდებოდა, მაგრამ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც მხოლოდ ცენტრალურ გზაზე მოძრაობენ და ასე ვთქვათ არ გადაუხვევენ ამ გზიდან, ისინი ამ სამუშაოს იქ რეალურად ვერ ნახავენ, იმიტომ რომ ეს არის დღეს მოქმედი გზიდან დაახლოებით კილომეტრნახევარი 2 კილომეტრით დაცილებული სამხრეთისკენ. ამიტომ მე მათ ურჩევდი ერჩვენიერ დღეს და ძალიან კარგი ინიციატივას ვიტყვი თქვენი ეთერით. კი ბატონო. ერთად ასე ვთქვათ მოახდინონ მობილიზება, მე თვითონ უხელმძღვანელებ ჯგუფს და მოვივლით მთელ საქართველოს, ვნახავთ იმ პროექტებს, რაც არის მიმდინარე და ვნახავთ იმ პროექტებს, რაც გვაქვს უკვე დაგეგმილი. რაც შეეხება რიტორიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტები შეჩერდა, იყო 3-4 ისეთი პროექტი, რომელიც გადახედვას საჭიროებდა და გადახედვის რეჟიმში იყო. მაგალითად თქვათ, ოქროს ქვიშების მშენებლობის ფუფუნება ბათუმში ჩვენს ქვეყანას არ აქვს. მაშინ როცა 1 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 80 მილიონიანი ხიდის მშენებლობის ფუფუნება ასევე ჩვენს ქვეყანას არ აქვს ანალოგიურ პირობებში. ამიტომ ესეთი ტიპის პროექტები ჩვენი მხრიდან გადახედვას დაექვემდებარა და თანხა არსად არ წასულა და არ დაკარგულა. ის რაც დაკონტრაქტებული იყო ეს სამუშაოები ყველა გრძელდება, ის რაც დაკონტრაქტებული არ იყო დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებით სხვა მიმართულებით იქნება ეს თანხები გადატანილი. ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს და 2013 წლის
გეგმა შეუძლიათ მათ ნახონ ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე, ესეთი გეგმა არასდროს არ კეთდებოდა და ესეთი საჯარო და გამჭვირვალე საქმიანობა არასდროს არ იყო. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას დავით ნარმანია პასუხობდა, რამდენიმე წუთში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დავბრუნდებით ეთერში.